გამარჯობა ჩემო კარგებო, ერთი პატარა კომენტარი უნდა გავაკეთო კოცების აქციელთან მიმართებაში. ხა ყველა მისის რომ ეს მომღერალი რო არის უშიკიშვილი პირწავარდნილი ნაცია რა. და ნაცია ხა რასიზამ რა, მაგისთვის კაც ხო არ მოკლავ რო ნაცია, ისინი შეიძლება კიკლავდნენ ხალხს, მაგრამ ნუ ეხლა ესეც ისეთი ნაცია არ არის, რომ ეხლა უშიკიშვილს ვიღაცის მკვლელობას ვერ დააბრალი ნამდვილად. ერთი მღერის და ეგ არის და თავისი ნიჭით და სიმღერით თანაუგრძნობს ნაციონალურ მოძრაობას. ხო ყავს რა საზოგადოებაში ესეთი ელემენტები არის. კოცება რა გააკეთეს იცი ამდენ არღნიანებმა ლიცენზია წაართვეს რომ არ იმღეროსო. აი როგორ გინდა ახლა ადამიანს აუკრძალოს სიმღერა, იმიტომ რომ შენ არ მოგწონს. სადამდე დაეცით ამის დედავატირე. იმ უშიკიშვილს ის ნიჭი სიმღერის ნაციონალურ მოძრაობას კი არ მიუცია მისთვის. ღმერთმა მისცა. და როგორ გინდათ რომ ეს ახლა აუკრძალოთ. აუკრძალეს რომ გალობა არ ასწავლოსო უშიკიშვილმაო. ბიჭო, ღმერთი ხო არა ხარ, თქვენ დედაატირებულებო. კანონიკას არღვევს თუ რა შვება, თუ რაღაცა გარდაქმნა ისეთი, თუ უშიკიშვილი არის შეიძლება არასწორ გზაზე მდგომი სამოქალაქო მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ მომღერალი ძმაო კაია. რა თქვენ არა გყავთ ისა, მასე თუ მიდგება, მასე საუბარი ის ბოზალაძე რო ყავთ მომღერალი და კიდე ბევრი რო ყავთ და წურწუმიები დავერბოვკებული მამულიჩებზე წამლებზე რო იჭერდით ხალხს და მე მეორე დღეს უშვებდით. არა გყავთ თქვენ ესეთი სოციუმი? ბიჭო, რას აკეთებთ ამის დედავატირე? რაღაცა რო არ მოგწონს და რაღაცა რო არ მიგაჩნია სწორად, უნდა შექმნა იმაზე უკეთესი. იმას უნდა გაშორდეს შენი მორალი, შენი სახელმწიფოებრივი აზროვნებით და რაღაც. მე ახლა უშიკიშვილის მხარეს კი არა ვარ, სიმართლის მხარეზე ვარ. აი როგორ გინდა ხელოვანს, მხატვარს, მომღერალს, მუსიკოს, მოცეკვავეს წაართვა უფლება არ იმღერო, არ დახატო, არ იცეკვო, არ გააკეთო. როგორ იქნება ახლა თქვენ კოცი რო ყავთ იქ ვირსალაძე, რო წაართვა იმის უფლება რომ დაუგრას. აი უბრალოდ რა არის? აქ იცით რა, ეს საკითხი უფრო მეტია ვიდრე ვიღაცა ნაცია და კოცია რა. ეს საკითხი აი რა არის, იცი არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, რომ როგორ დონეზე ფსკერზე დაეშვით და როგორ გახლევდით კოცებო. რამე სხვა ფორმები ნახეთ პასუხის გასაცემად რა, როცა ვინმე არ მოგწონთ. და როცა ვინმეს ვერ იტანთ. სიმღერის უფლება წაართვეს, არა აქ უშიკიშვილსო იმის უფლებაო, რომ გალობებიო და ხალხური სიმღერები იმღეროსო და ასწავლოსო და თქვენ ბიჭი ხო არა გაქვთ. თქვენ ძარცვავთ, ამამაძაღლებთ, ამაიმუნებთ, ქურდავთ, საყდრისი დაანგრიეთ, ქართველი ერი გაძარცვეთ, 2.800.000 კაცი ემიგრაციაში გაყარეთ, იჭერთ, კლავთ, თხნავთ, რაც გინდათ იმას აკეთებთ და უშიკიშვილი შეიძლება მორალურად უთხრათ, რომ აი ნაცი რო ხარ სიცხვილეა რა, მაგრამ სიმღერის უფლება არა გაქვს, ასეთი რაღაც თავში როგორ უნდა დაბადო. რა დონის ბრიყვი უნდა იყო, რომ ასეთი რაღაცა დაბადო. ამას მარტო ქართული ოცნება თუ გააკეთებს. თქვენ ნაციონალურ მოძრაობას გაუსწარით სიჩათლახეში. არა მაგ იმის ნიჭი თუ რა წაგიმღერებდით. და რისი ნიჭიც ამაკ ისე კი გამყოფთ რა.